მე აქ ვარ ზელენსკის გზავნილი პუტინს, რომელიც თურქეთში შეხვედრაზე არ ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში ერდოღანს შეხვდა. თურქული მხარის ცნობით, უკრაინა-რუსეთის შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის. მტკვარში დაკარგული ადამიანის ძებნა უკვე 30 საათზე მეტია გრძელდება. მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება. ზუგდიდში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით 65 წლამდე კაცია დაკავებული. შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 არასრულწლოვნიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. ხმაური საქალაქო სასამართლოში მოწმე პოლიციელმა სინდისის პატიმრებს მოძალადეები უწოდა, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა. პოლიციელის რეპლიკა გააპროტესტეს ანდრო ჭიჭინაძემ და ჯანო არჩაიამ. მოსამართლემ სხდომიდან გააძევა ერთ-ერთი დამსწრეც. არ მიეცეთ ოცნების წარმომადგენლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრების საშუალება. რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი პორტუგალიას მიმართავს. გერმანიის ახალი მთავრობა ოცნებას არსებული კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს. ოფიციალური ბერლინი მოითხოვს შეწყდეს თავდასხმა ელჩ პეტერ ფიშერზე.